ოდეც მეგიგრძნია, რომ გრანდიოზული ოცნებები გაქვს, მაგრამ მათ ასასრულებლად ენერგია არ ყოფნის. ან ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე გააკეთე, მაგრამ ეს ხვალ არასდროს ხდება. კიდე დიდი საქმეები აკეთო, მაგრამ დაწყებაც კი წარმოუდგენლად რთულია. ხო? ფიქრობ წიგნის დაწერაზე, ფორმაში ჩადგომაზე, ან ახალ რამის სწავლაზე, მაგრამ საათს ტელეფონს სკროლავ, ან სიგარეტს ეწევ. იცი რატომ ხდება ასე? არა იმიტომ რომ შენ ზარმაცად დაიბადე. არამედ იმიტომ რომ ამოცანები ძალიან რთული გეჩვენება. როდესაც რაღაცა ძალიან რთულია, შენი ტვინი გეუბნება. უფრო მარტივი ვაკეთოთ. ქვისხანი და მოყოლებული შენი ტვინი ტკივილის თავიდან ასაცილებლად და კომფორტის ზონაში დასაჩენად არის მოწყობილი. ამიტომ, როცა მიზანი შეუძლებლად გეჩვენება, გაჭედილი ხარ. მაგალითად, თუ ფუიზას როგორ გინდა, მაგრამ ყველაფერზე ორის თქმა გიწევს. ბევრად გეჩვენება, ხო ასე? ან გინდა უფრო ჯამთელი გახდე, მაგრამ ყოველდღე სირბის იდეა ძალიან რთულია. მაგრამ თადას ეს ცუდადაც არ არის საქმე. რადგან სიზარმაცე არ არის შენი ვინაობის განუყოფელი ნაწილი. ეს უბრალოდ ჩვევა. ჩვევების შესვა კი რა თქმა უნდა შესაძლებელია, თუ რა თქმა უნდა მაიმუნის დონეზე არ ხარ დასავლეთ. ხოლო ის თუ როგორ შეგიძლია ეს ჩვევები გადააკეთო და ნაგავში მოისროლო, ამას მომდევნო ვიდეოში გაიგებ, ამიტომ გამოიწერე.